ეკონომიკის დაში ენერგეტიკის სექტორს ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მაღალი წილი უკავია. რეალურად როგორია დარგის განვითარების შესაძლებლობები და რა გამოწვევების წინაშე არიან ენერგეტიკული კომპანიები. Green Energy Development-ის და Green Energy Holding-ის მმართველი დირექტორი გიორგი შუკაკიძეა ენერგეტიკის ყოველკვირეული რუბრიკის სტუმარი. მოგესალმები გიორგი, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. მოგესალმები ანუკა, მადლობა მოწვევისთვის. ზოგადად სექტორის შეჯამებით დავიწყოთ. თქვენ აქტიურად ოპერირებთ ენერგეტიკის სექტორში. რა გამოწვევებს ხედავთ დღეს დარგში და შესაძლებლობებს გაძლევთ არსებული საინვესტიციო გარემო? მადლობა ანუკა კითხვისთვის. საინვესტიციო გარემო ზოგადად მიმზიდველი არის იმ კუთხით, რომ დეფიციტური ბაზარი არის თვითონ ენერგეტიკის სექტორში. შესაბამისად, სადაც არის მოთხოვნა, იქ მიწოდების აუცილებლად გება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის ინვესტირება ჩვენარი მსგავსი კომპანიების მხრიდან აღნიშნულ დარგში, რადგან როგორც ვთქვი, სადაც არის მოთხოვნა, იქ მიწოდების აუცილებლობა არის. ზოგადად გამოწვევები დიდია, როგორც ესეთი ჩვენს დარგში. მაგრამ ამისათვის მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება, რასაც ჩვენ ხედავთ და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში, ის პრობლემები, რაც წარმოქმნილია დარგში, გადაჭრილი იქნება სხვადასხვა რეფორმის გზით და შესაბამისად მოგვეცემა საშუალება, ვინც რეალურად განხორციელებელი არიან ამ დარგში სერიოზული ინვესტიციების, რეალურად მოგვეცემა საშუალება, რომ უზრუნველყოთ მოკლედ ჩვენი აღნიშნული მოთხოვნის მიწოდების დაბალანსება და ინვესტიცია ენერგეტიკის დარგში. თქვენი კომპანიის უშუალოდ მიმდინარე პროექტებს რო შევეხოთ, რამდენი პროექტი არის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და ეს ჯამურად ციფრებში რო გადავიყვანოთ, რა მოცულობის სიმძლავრეზეა ლაპარაკი და საინვესტიციო ღირებულებაც ამ პროექტების საინტერესო იქნება. ჩვენი კომპანია ფლობს რამოდენიმე ჰიდროელექტროსადგურს არსებობს და წარმატებით ოპერირებს დღეს ენერგეტიკულ სექტორში, ასევე გვაქვს სხვა განახლებადი პროექტები, როგორც არის თქვა ქარის ელექტროსადგური ქუთაისთან მიმდებარე ტერიტორიაზე, გვაქვს კიდე რამოდენიმე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელიც განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არის და ვფიქრობთ, ხო, ჯამური ინვესტიცია ამ ნაწილში არის სადღაც 150 მილიონი დოლარის ოდენობით და დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 80-85 მეგავატის ოდენობით. შესაბამისად, როგორც აღნიშნე, გვაქვს დიდი სურვილი, გვაქვს შესაძლებლობები, როგორც ინტელექტუალური რესურსის გათვალისწინებით, ასევე ფინანსური რესურსის გათვალისწინებით და ველოდებით კონკრეტულ დროულ გადაწყვეტილებებს სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რათა მოგვეცეს საშუალება დროულად დავიწყოთ პროექტების განხორციელებას. გულისხმობთ ალბათ ბიუროკრატიულ პროცესს. ბიუროკრატიულ პროცესს გულისხმობდა დაყოვნებული გადაწყვეტილებები ერთ-ერთი შეიძლება ითქვას შემაფერხებელი გარემოება არის, მაგრამ ან იმედი მაქვს, ახალი გუნდი არის ენერგეტიკის დარგში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ყველა ის გამოწვევა, რომელიც დღეს შეიძლება იყოს შემაფერხებელი, დროულად იქნება დაძლეული და როგორც აღნიშნე, უახლოეს პერიოდში ან მივიღებთ იმ შედეგებს, რასაც ველით და რეალურად დაიწყება ინვესტირება ჩვენ მხრიდან, დამატებით ინვესტირება აღნიშნულ დარგში. გიორგი, თქვენ ახსენეთ, რომ თქვენს კომპანიას უკვე აქვს განხორციელებული ჰიდრორესურსები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, ეს არის გურიის რეგიონში, ჯამში 15 მეგავატი კასკადური ჰესები. ბოლო პერიოდის განმავლობაში პროტესტი, რაც ადგილობრივი მოსახლეობიდან მომდინარეობს, ხშირად აფერხებს პროექტების, განსაკუთრებით ჰიდროპროექტების განვითარებას. თქვენი მაგალითზე რა შეგიძლიათ თქვათ, ან რა ნაბიჯები გადადგით, რამაც თქვენ გაგიადვილათ ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგი და ასევე საინტერესო ის სოციალური პროექტები, რაც თქვენმა კომპანიამ განახორციელა საპროექტო არეალში ცხოვრები მოსახლეობისთვის. მოდი ესე ვიტყვი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი ჩვენთან რეალურად არ ყოფილა, უშუალოდ მოქმედ ჰიდროელექტროსადგურების პროექტთან დაკავშირებით ვიტყვი. იქიდან გამომდინარე, რომ თავიდანვე სწორად მიწოდებული ინფორმაცია იყო ჩვენთვის, თუ რას ვაპირებდით და როგორ ვაპირებდით, თუ ამას რა დადებითი კუთხით ახლდა თვითონ სოფლის მოსახლეობისთვის, როგორც აღნიშნეთ, სოციალური პროექტების ნაწილში ჩართული ვართ. დღესაც ვახორციელებთ ეს ვთქვათ კონტრიბუციას სოფლის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და აქედან გამომდინარე
ანუ ამ არსებულ პროექტზე რეალურად ჩვენ მსგავსი პრობლემა არ გქონია. რაც შეეხება ან სხვა პროექტებს, იქ იყო ესეთი გამოწვევები, მაგრამ როგორც აღნიშნე, სწორი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან საფუძველია იმისა, რომ ან პროექტი იყოს წარმატებული. აქედან გამომდინარე, ხო კონტრიბუციის ნაწილშიც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ანუ მათ საცხოვრის გარემოს ასე თუ ისე ეხება სხვადასხვა ოდენობით, შესაბამისად გავლენა არსებობს ადგილობრივ სოციუმზე და ან მათი ნებისმიერი ობიექტური შენიშვნისა თუ სურვილის გათვალისწინება აუცილებელი არის მსგავსი პროექტების ნაწილში, რომელიც როგორც აღნიშნე, საშუალებას გაძლევს ანუ შემდგომში მათი თავიდანვე ჩართულობა და პროექტის ნაწილად ქცევა მოსახლეობის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. დროული კომუნიკაცია. გეთახმებით, ანუ მათი ჩართულობა და ანუ პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის დროული მიწოდება, ანუ ეს აუცილებელი არის, რომელიც აჩენს ნდობის მაღალ ხარისხს უკვე მოსახლეობასა და ინვესტორს შორის და როგორც თქვი, ანუ ეს საშუალება არის, რომ პროექტი გახდეს წარმატებული. გიორგი, სიახლეებსაც მინდა რომ გადავიდეთ მწვანე სერტიფიკატები და მწვანე ობლიგაციები. ორივესთან თქვენი კომპანია არის კავშირში. კერძოდ თქვენმა კომპანიამ გააფორმა კნაუφ გრუპთან წარმომავლობის გარანტიის შესყიდვის ხელშეკრულება. ეს გარკვეულწილად ცნობილია ევროპის ბაზრისთვის, თუმცა სიახლეა საქართველოსთვის. უფრო მეტი რო გითხრათ, რას გულისხმობს ეს წარმომავლობის სერტიფიკატი და რა დადებითი მხარე აქვს ამას? ესე იგი, გეტყვით ცოტა ვრცელი თემაა. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველი კომპანია არის როგორც მწვანე ობლიგაციების ნაწილში. ეხლა მაგაზე მოგვიანებით კითხავთ ამას. ასე მწვანე სერტიფიკატების ნაწილში ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, სადაც როგორც მომხმარებელი, ასევე მწარმოებელი არის დარეგისტრირებული. სახელმწიფო ელექტროსისტემის დახმარებით მოხდა რეალურად ამ პლატფორმაზე ჩვენი რეგისტრაცია და ყოველ გამომუშავებულ მწვანე ენერგიას, ანუ განახლებადი ენერგიიდან მიღებულ 1 გიგავატ-საათზე, ანუ შესაბამისად ერთი სერტიფიკატი გაიცემა. ეს არის მოკლედ ახალისების მექანიზმი და მომხმარებელი, რომელმაც ჩვენი სერტიფიკატები შეიძინა, ანუ რეალურად მის პროდუქტში, წარმოებულ პროდუქტში მწვანე ენერგიის წილი შესაბამის ადგილს იკავებს. აქედან გამომდინარე, ეს არის დაგეგმილი სტანდარტი, კარგი და ანუ ამის შესახებ სხვათა შორის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმაც აღნიშნა და ანუ მათ გვერდზეც გამოქვეყნდა. მათ გვერდზეც გამოქვეყნდა უშუალოდ ამ ტრანზაქციის შინაარსის შესახებ ინფორმაცია და საბოლოო ჯამში ესე იგი განახლებადი ენერგიის მწარმოებელ კომპანიებს ეძლევა წახალისება, ანუ ამ კუთხით, რომ მათი ნაშრომი, რომელიც არის სუფთა ენერგიიდან მიღებული, მოიხმაროს ისეთმა კომპანიებმა და როგორც აღნიშნე, მომხმარებლებმა მოიხმარონ და როგორც აღნიშნე, რეალურად მათ პროდუქტში მწვანე ენერგიის წილის მონაწილეობა იყოს. სუფთა ესეთი კარგი სტანდარტი არის, რომელიც საშუალებას აძლევს უფრო მეტი мотиваცია გქონდეს როგორც მომხმარებელს, ასევე მწარმოებელს ამ ნაწილში თავისი კონტრიბუცია მონაწილეობა მიიღოს, შეიტანოს მწვანე ენერგიის წარმოქმნისა და მისი მოხმარების კუთხით. და კიდევ ერთ სიახლეზე გითხავთ მწვანე ობლიგაციების გამოშვებაზე. მიმდინარე წლის ზაფხულში მოხდა ამის გამოშვება აწარმოე საქართველოშიც კაპიტალის ბარჟის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. რა შეგიძლიათ თქვათ, როგორც ასე პირველი პროგრამა, რომელიც განახორციელეთ, რამდენად წარმატებული იყო და მომავალში თუ გეკვლათ, ეს ჩემთვის რამდენად ცნობილია 2 წლიანია. ამ ნაწილშიც ერთ-ერთი პირველი კომპანია ვართ, ვინც დაახლოებით 2 წლის წინ უზრუნველყო კაპიტალის ბაზარზე თიბის კაპიტალის დახმარებით ობლიგაციების განთავსება და წარმატებული იყო ეს პროექტი, ხოლო ამის შემდგომ გაჩნდა, რადგან ჩვენი კომპანია უშუალოდ მწვანე სტატუსით სარგებლობს, ანუ მესამე დამოუკიდებელი ორგანიზაციის, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩვენი საქმიანობა შეფასებული იქნა როგორც საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც
მწვანე ენერგიის წარმოქმნასთან შესაბამისობაში არის. ამაში მოგვეხმარა KfW, აზიის განვითარების ბანკი ბოდიში, ესე ვიტყვი, TBC კაპიტალის ხარდაჭერით იყო და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ასევე აწარმოეს საქართველოს ფარგლებში მათი კონტრიბუციაც, ანუ ამ ნაწილში დიდი იყო. აქედან გამომდინარე, წარმატებით შედგა ანუ ეს პროცესი, ჩვენი ობლიგაციები მარტივად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეისყიდეს და მალე მოხდა ამის შესყიდვა, ისეთი ძალიან სწრაფად მოხდა ანუ ამ პროცესის დასრულება და აქედან გამომდინარე რეალურად საშუალება მოგვეცა დამატებითი ინვესტიციები განახორციელოთ ასევე როგორც თქვი ამ მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით და მთელი თქვა იქიდან შემოსული შესაძლებლობები რეალურად რეინვესტირებას ვახდენთ დღეს როგორც გითხარით სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებში. ჩვენ საუბრის დასასრულს თქვენ რადგან ჰიდროს განვითარების კუთხით ძალიან კარგი გამოცდილება გაქვთ. თქვენი გადმოსახედიდან რა არის ის ძირითადი მითები, რაც ამ მიმართულების განვითარებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უხვი ქვეყანა ვართ ჩვენ ჰიდრორესურსებით, აფერხებს. ხო, მითები ბევრია როგორც ესეთი და ამ ინფორმაციის უქონლობა საზოგადოებაში და მათი რეალურად დამოკიდებულება მწვანე ენერგეტიკის და ზოგადად ენერგეტიკის კუთხით. ანუ აქ ბევრი ხელი შემშლელი გარემოებაც არსებობს, მარტო თქვათ ეს მითების პრობლემა არ არის. ამ მითებს ადამიანები ქმნიან, რომელსაც შეიძლება ქონდეს სხვადასხვა ინტერესები, თუ რატო არ უნდა განვითარდეს საქართველოში ეს დარგი და რატო უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნებზე. ვრცელი თემა არის თითოეული ჩვენთაგანის როგორც ვთქვათ ინვესტორების ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მედიის აუცილებელი ვალდებულება ფიქრობ რომ არის ადამიანებს მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია თუ რატო არის მნიშვნელოვანი საქართველოში არსებობდეს თავისი მოთხოვნის თავისი რესურსი დაკმაყოფილების შესაძლებლობა და ანუ ეს რამდენად მნიშვნელოვანი არის იგივე ეკონომიკური კუთხით, სოციალური კუთხით და ასთავარიანი ანუ ის ენერგეტიკული დამოკიდებულება რომელიც საშუალებას იძლევა ამ ქვეყანაში სწორად განვითარების და ანუ ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარების კუთხით აი ეს ინფორმაცია ანუ მაქსიმალურად უნდა მიეწოდოს ადამიანებს და ესეთი მითების არსებობა ნუ რეალურად შეიძლება მარტივად აღარ იყოს. დიდი მედი მაქვს რომ მალე ეს დროც დადგება მე გისურვებთ წარმატებებს მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმარი იყო Green Energy Development-ის და Green Energy Holding-ის მმართველი დირექტორი გიორგი შუკაკიძე